ივანკა ტრამპი ჩნდება სერიოზული ბრალდების ცენტრში, რომელიც ირანის შურისძიებას ტრამპის მიმართ თავად პრეზიდენტის ოჯახის შიგნით ყოფ საფრთხე დაქცევს. 2026 წლის 23 მაისს საქმე აფეთქდა, რადგან მუჰამედ ბაქრ საად დაუდი 32 წლის ერაყელი, რომელიც დაკავშირებულია ისლამური რევოლუციური გვარდიისა და ქათაიბ ჰეზბოლასთან, ამერიკაში ბრალდებულია ამერიკელებისა და ებრაელების წინააღმდეგ თავდასხმების ქსელში მონაწილეობაში. და ეხლა ის დაკავშირებულია გეგმასთან, რომელმაც სავარაუდოდ ტრამპის ქალიშვილი სამიზნეში მოაქცია, მათ შორის მისი ფლორიდაში მდებარე საცხოვრებლის შესახებ ინფორმაციის მოპოვებით. პოლიტიკური შეფასება მძიმეა. მას შემდეგ, რაც ქასემ სოლეიმანი ტრამპის ბრძანებით 2020 წელს მოკლეს, ირანის რეჟიმი მხოლოდ სამხედრო პასუხს არ ეძებს, არამედ სიმბოლურ შურისძიებასაც. პირადი და გააზრებულია იმ ადამიანის ოჯახის წინააღმდეგ, ვინც თეირანი დაამცირა. ალ-საადის დაპატიმრება უფრო ფართო კვალს აჩვენებს, დასავლეთში სამიზნე უჯრედებით და ტრამპის ოჯახის წინააღმდეგ სასტიკი გზავნილით. რას უმიზნებდა სინამდვილეში თეირანი? რატომ გახდა ივანკა სამიზნე? როგორ მიუახლოვდა ეს ქსელი ასე ახლოს? ყველაფერს მალე გეტყვი, მაგრამ ახლა გირჩევ გამოიწერო არხი, რომ ინფორმირებული დარჩე. ინფორმაცია რეალურ დროში, საუკეთესო ხარისხით, ჟურნალისტიკა, რაც კი ოდესმე გინახავთ, სანდოობის სტანდარტით, მილსონ ალვისისგან. საქმე გაძლიერდა, რადგან ალ-საადი მხოლოდ როგორც იზოლირებული მებრძოლი არ ჩანს, რომელიც სოციალურ ქსელებში საუბრობს. ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტმა 2026 წლის 15 მაისს გამოაცხადა, რომ ის დააკავეს და 6 ტერორიზმთან დაკავშირებული დანაშაულის ბრალდება წაუყენეს. იმის გამო, რომ სავარაუდოდ მოქმედებდა როგორც კატაიბ ჰეზბოლას და ისლამური რევოლუციური გვარდის ოპერატორიციური. ბრალდების მიხედვით ის მონაწილეობდა თითქმის 20 თავდასხმაში ან თავდასხმის მცდელობაშობაში ევროპასა და შეერთებულ შტატებში, რომლებიც მიმართული იყო ამერიკული, ისრაელის ინტერესებისა და ებრაული თემების წინააღმდეგ. ივანკა ტრამპთან კავშირი ჩნდება პოლიტიკური და სამხედრო შურისძიების კონტექსტში. მიზეზად სახელდება სოლეიმანის სიკვდილი, რომელიც იყო ცენტრალური ფიგურა ისლამური რევოლუციური გვარდიის ქუცის ძალებში. ამ ჯგუფისთვის ტრამპი არ იყო მხოლოდ პრეზიდენტი, რომელმაც სამხედრო ოპერაციას მისცა ავტორიზაცია. ის გადაიქცა დამცირების სიმბოლოდ, რომელიც ირანის რეჟიმს დაადეს. სწორედ აქედან იწყებს ტრამპის ოჯახი ფსიქოლოგიურ სამიზნედ ქცევას. ივანკაზე თავდასხმა იქნებოდა მცდელობა, ომი შეეტანათ იმ პოლიტიკოსის პოლიტიკურ ბანაკში, რომელმაც თეირანს უკომპრომისოდ დაუპირისპირდა. ალ-საადი დააკავეს შეერთებული შტატების გარეთ და ამერიკულ პატიმრობაში გადაიყვანეს. იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში გაიმართა მისი მოსმენა და იგი პატიმრობაში დარჩა, სანამ პროცესი გაგრძელდება. ოპერაცია აჩვენებს, რომ ვაშინგტონი უკვე აკვირდებოდა უფრო დიდ ქსელს და არა მხოლოდ ერთ სახელს. ამერიკის მთავრობა ამტკიცებს, რომ ბრალდებული ხელმძღვანელობდა და წაახალისებდა თავდასხმებს ამერიკელებისა და ებრაელების წინააღმდეგ, როგორც ამერიკის ტერიტორიაზე, ასევე მის ფარგლებს გარეთ, რათა ემსახურა კატაიბ ჰეზბოლას და ისლამური რევოლუციური გვარდიის მიზნებს. იუსტიციის დეპარტამენტი აცხადებს, რომ ალ-საადი ახლოს მუშაობდა ყასემ სულეიმანისა და აბუ მაჰდი ალ-მუხანდისთან, რომელიც კატაიბ ჰეზბოლას ლიდერი იყო და 2020 წლის იმავე ამერიკულ თავდასხმაში დაიღუპა. ამ სიკვდილების შემდეგ ბრალდების მიხედვით მან დაიწყო ამერიკელებისა და ისრაელთან დაკავშირებული ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებების მხარდაჭერა. შურისძიება მხოლოდ სიტყვები აღარ იყო და ამერიკის შეერთებულ შტატებში სისხლის სამართლის გამოძიებად გადაიქცა. ალ-საადის კვალს უკავშირებენ თავდასხმებსა და თავდასხმის მცდელობებს დასავლეთის ქალაქებში. ამერიკელი ხელისუფლების წარმომადგენლები აღნიშნავენ მოქმედებებს ევროპაში და მუქარებს შეერთებული შტატების შიგნით, მათ შორის სამიზნეებს ნიუ-იორკში, კალიფორნიასა და არიზონაში. როიტერსის ინფორმაციით, პროკურორები ადანაშაულებენ ერაღელს თითქმის 20 თავდასხმისა და თავდასხმის მცდელობის კოორდინაციას ან მხარდაჭერაში ევროპისა და ამერიკის ტერიტორიაზე, ძირითადად ამერიკელებისა და ებრაელების წინააღმდეგ. დაკავება ასევე ანგრევს იმ კომფორტულ ნარატივს, თითქოს ეს ეპიზოდები მხოლოდ ცალკეული შემთხვევები იყოს. გახსნილი დასკვნა მარტივია, ისლამური რევოლუციური გვარდია და მისი მოკავშირე სტრუქტურები მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში არ მოქმედებენ, არამედ ცდილობენ შიში შეიტანონ დასავლეთის დედაქალაქებში, იყენებენ შუამავლურ ქსელებს და დაბალპროფილურ მოქმედებებს, რათა უარყონ პირდაპირი ჩართულობა. პოლიტიკურ თავდასხმას ტრამპის ოჯახზე აშკარა გათვლა აქვს. ირანის რეჟიმმა იცის, რომ დონალდ ტრამპმა სოლეიმანი ამერიკული ძალის სიმბოლოდ აქცია. ივანკის სამიზნე დამოღებით ბრალდებული ქსელი ცდილობს უპასუხოს არა ტრადიციულ სამხედრო ველზე, არამედ ოჯახურ, სიმბოლურ და ფსიქოლოგიურ სივრცეში.
ეს არის მცდელობა დააზიანონ უსაფრთხოების იმიჯი, რომელიც ტრამპმა შექმნა თეირანის მიმართ მკაცრი პოლიტიკის დაპირებით. თუმცა ალ-საადის დაპატიმრება საპირისპირო ეფექტს იძლევა. ამყარებს მოსაზრებას, რომ ტრამპი მართალი იყო, როდესაც ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი რეალურ საფრთხედ მიიჩნია და არა სანდო მოლაპარაკების პარტნიორად. მედიაში გავრცელებული ცნობების მიხედვით ბრალდებულმა თქვა, რომ ტრამპის სახლის დაწვას აპირებდა, როგორც პასუხს ირანელი ლიდერების წინააღმდეგ განხორციელებულ განადგურებაზე. ეს ფრაზა თუ დადასტურდება საქმეში, ასახავს გეგმავს გეგმის არსს. ეს მხოლოდ ჩვეულებრივი მუქარა არ იყო, ეს იყო პირდაპირი შურისძიების გზავნილი პრეზიდენტის ოჯახის წინააღმდეგ. ოფიციალურ განცხადებაც კი ამბობს, რომ ხელისუფლებამ აღკვეთა მანჰეტენში სინაგოგაზე თავდასხმის გეგმა, ნიუ-იორკის პოლიციისა და ფედერალური პარტნიორების ერთობლივი მოქმედებით. ამ ამბავს ასევე ზეწოლა ახდენს თეთრ სახლზე. დონალდ ტრამპს ეხლა წინ აქვს საქმე, რომელიც აერთიანებს ეროვნულ უსაფრთხოებას, საერთაშორისო ტერორიზმს, ოჯახის დაცვას და დაპირისპირებას ირანთან. კულისებში სულ უფრო ხშირად ისმის კითხვა, როგორი იქნება ამერიკის პასუხის მასშტაბი. მხოლოდ იურიდიული პასუხი შეიძლება გაგრძელდეს სასამართლოებში, ახალი ბრალდებებით, დაკითხვებით და თანამზრახველების ძიებით. სადაზვერო პასუხი შეიძლება მიმართული იყოს ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან დაკავშირებულ ქსელებზე სხვა რეგიონებში. პოლიტიკურმა პასუხმა შეიძლება გააფართოვოს სანქციები, გაკინოს მოლაპარაკებების არხები და გააძლიეროს ზეწოლა თეირანის მოკავშირეების მიმართ. ირანის რეჟიმი ამ ეპიზოდში საშიშ პოზიციაში შედის. იმავე დროს, როცა ცდილობს ამერიკული ზეწოლის მსხვერპლად წარმოჩენას, ხედავს, რომ მის ეკოსისტემასთან დაკავშირებული ბრალდებული წარდგენილია როგორც საერთაშორისო ქსელის ნაწილი, რომელიც მიმართულია მშვიდობიანი მოქალაქეების, ებრაელების, ამერიკელების და ახლა უკვე თვით ტრამპის ქალიშვილის წინააღმდეგაც კი. კონსერვატიული აუდიტორიისთვის დასკვნა მძიმეა. როდესაც ტრამპი ამბობდა, რომ თეირანი ძალას დათმობაზე უკეთ ესმის, ის არ აჭარბებდა. ივანკას შემთხვევა აჩვენებს მტერს, რომელიც სამხედრო დაპირისპირებას, ოჯახურ შურისძიებას არ აშორებს. ალ-საადის დაპატიმრება ასევე ახალ საგამოძიებო ეტაპს ხსნის. ამერიკელმა ხელისუფლებამ უნდა გამოიძიოს, ვინ დააფინანსა, ვინ გაამარტივა გადაადგილება, ვინ უზრუნველყო ლოგისტიკური მხარდაჭერა, ვინ მიიღო ბრძანებები და რომელი უჯრედები შეიძლება ჯერ კიდევ აქტიური იყოს. ყველაზე მნიშვნელოვანი, ეხლა მხოლოდ ბრალდებულის დასჯა არ არის, არამედ იმ სტრუქტურის გამოვლენა, რომელმაც ირანის მიერ მხარდაჭერილ ჯგუფებთან დაკავშირებულ ოპერატორს საშუალება მისცა თავისუფლად ემოძრავა, კომუნიკაცია ქონოდა და ასე მოკლე დროში ამდენ ეპიზოდთან ყოფილიყო დაკავშირებული. დონალდ ტრამპს ძლიერი პოლიტიკური არგუმენტი ეძლევა. მაშინ, როცა ტრადიციული მედიის ზოგიერთი სექტორი ირანულ მუქარებს გადაჭარბებულად ან კულისებში არსებულ ხმაურად მიიჩნევს, იუსტიციის დეპარტამენტი ოფიციალურად ატენებს ბრალდებას, სადაც საუბარია რეალურ თავდასხმებზე, ამერიკელ სამიზნეებზე და საერთაშორისო ქსელზე. ეხლა გზავნილი ვაშინგტონიდან თეირანში მიდის. ტრამპის ოჯახზე ხელის ხლება შეიძლება ბევრად უფრო ძვირი დაუჯდეს რეჟიმს, ვიდრე წარმოედგინა. მე ვარ მილსონ ალვეს, გლობალ ინტერნაციონალისტი და ჩემი მიზანია ყოველდღე მოგაწოდო ჭეშმარიტი ინფორმაცია. სიახლეების ბულები ვიდეოს აღწერაშია. დატოვე ლაიქი ამ ვიდეოზე, გამოიწერე არხი და ბოლოს გადახედე კომენტარებს, რომ კიდევ უფრო მეტად ჩაერთო მილსონ ალვეს გლობალ საზოგადოებაში.